წამი ნახე. ისუნთქე. ორი ლომი. ორი ვებხვი. არა, ქალი გველი. ქალი გველი. სად ვართ? YouTube-ზე ვართ. დადგა ეს დღე, ეს დღე, ჩვენ დღვართ, YouTube დღე. დღეს ისე ნერვიულობდი, აი მართლა დილიდან, აი სამჯერ ვიბანავე, 4ჯერ გამოვიცვალე. ეს არის ამისი. აი აქ შეიძლება ბიზნესმენი. აქ შეიძლება იყოს თქვენი რეკლამა და თქვენი პლეისმენტი. იქ შეიძლება იყოს თქვენი რეკლამა და პლეისმენტი. აქ შეიძლება იჯდეს თქვენი რეკლამა და თქვენი პლეისმენტი. აქ ჭიქა შეიძლება ესხას თქვენი რეკლამა და თქვენი პლეისმენტი. კი, ჩვენ არ მიხვეწებით არაფერს, ვიცი რომ მოგვაწყდებით, ეგ ერთი, მაგრამ თავარი ის არის რომ YouTube-ზე ვართ მე და შენ ნანიკო. რუსიკო და ნანიკო. და შევკარით საოცარი გუნდი, ვართ ბედნიერები და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? და დაიწყეთ ახლა როგორც დაიწყო იმან ბრძანა დირექტორმა. ხო, დირექტორი არა, ეს არის მთავარი პროდიუსერი, გენპროდი გამოიჭიმა. ანუ ესე აპირებთ ყველა საუბარს? ანუ ნახე რა ხდება ეს ეგასწორებს ხოლმე პრინციპში. YouTube. მოკლედ ჩვენ ვსწავლობთ YouTube-ს. ჩვენ შეიძლება რაღაცები წამოვხსნით. ჩვენ არა იტყვება, მე ვსწავლობ, იმიტომ რომ მართლა გეუბნებით მგონია რომ იქ კოსმოსური ხომალდიდან გამიშვეს და სადღაც ორბიტაზე ვტრიალებ. ჩემთვის ეს ძალიან ახალია. ხო, მაგრამ სასიამოვნო. ნუ კი, ჯერჯერობით ძალიან კარგად მოვფინა. თავისუფალი ვარდნა მაქვს, მოკლედ და აი მივყვები. მე ვცხოვრობდი აქ, ვყიდდი სახლს, ვყიდე, ვერ გავყიდე. მე ნანა და ტუტა არიან, ტუტა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნანა კიდე და აი ყველაფრის პატრონები არიან. ნანა მე ცოტა მოიბანა ტუტამ და დამეგობდი. კაი გოგოა. ძალიან ეხა პარიზშია, ამიტომ არ არის ჩვენთან თორე აუცილებლად გაგა. ტუტა დატოვა აქ და მთელი დღე აზის და იყინება და გვდარაჯობს და აი წყევლის ერთი სული აქვს, როდის დავამთავრებ, დემონტაჟს გაიგებთ რომ გავიდეთ. მაგრამ ნო. მე მოყევი. ხო და ნანა და ტუტა გიჟი ხო არა ხარო, რატო რა პონჩი ყიდი აქო სახსო, ან რა უბანი, ან რა მეზობლები, ან რა ყველაფერიო და გამოვედი ქუჩაში ამ ფიქრში ვარ და ნიკა ლომიძე შემხვდა. და რემონტი უნდა გავაკეთო, მეც მეთქი. და იაფიანი კარგი ხელოსნები. იაფიანი ხელოსანი სადმე არისო? მე ხო და დავრეკეთ დათუნა სირბილაძესთან, იმიტომ რომ მაგას კომპანია აქვს რაღაც. და დათუნამ რამინი მომიყვანა და რამინიმ გამირემონტა ბინა. დავრჩი ამ ბინაში და დავმეგობრდი ინტენსიური აუცაიდე დაიწყო. იცი რატო? არა, გეტყვით რატო დავიწყეთ, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგ გარემოს, იმიტომ როცა კარგ გარემოში გაქვს, ყველაფერი კარგად კეთდება და მიდის რბილად. იმიტომ რომ დღეს ჩვენ აქ რო ვზივართ, ყველანაირი სტრესის, ზედმეტი ბარიერების და რაღაცების გარეშე გაკეთდა. არ არის ესე? ფაზლი არ აეწყო ზღაპრულად. ფაზლი აეწყო სასწაულად. მართლა ხო აეწყო სასწაულად. ხო, ანუ და ამას ყვები რომ აი ამ გარემომ სადაც ვცხოვრობთ, პორტალში ვართ. ჩვენი რუსკაც გადმოვიდა ჩვენ პორტალში. რა მოხდა ამ პორტალში და აი თქვენს ყველა აგზიხართ, იმიტომ რომ მართლა პორტალში ვართ. ანუ ჩვენ არ ვართ, ჩვენ ჰეტეროსექსუალი ვარ, დედას გეფიცები ჰეტეროსექსუალი ვარ. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს როგორები ვარ და რანაირები ვარ, თავარი ის არის რომ ჩვენ ერთად ვართ, აქ ვართ და YouTube-ს ვეპარებით, კი რა და შემოვეპარეთ. შენ შეპარული ხარ, მე აი ახლა ვეპარები ამ წამს. ხო და მოკლედ როგორ დაიწყო რანაირად დაიწყო თავარი ის არის ის რომ რატო არ მოვაყოლე მეზობლები რა კარგი მეზობლები ყავს. მეზობლები რა კარგი. და მოვდიოდი იმაზე რომ შენ გადმოხვედი. ხო და მოკლედ მე მოვედი ნანიკოსთან ესეთი აი ამ დროს მე რო უკვე იდილიაში ვარ, ამ იდილიაში მოვიდა რუსიკო. ამ იდილიაში როცა რუსიკო იყო საერთოდ არა იდილიაში და ჯოჯოხეთში იყო ფაქტიურად. ჯოჯოხეთიდან მოვიდა. მარშხალა ედო. დედას გეფიცები ჯოჯოხეთიდან მოვიდა. ხამებს და იყო ძალიან ცუდად, დეპრესია, ყველაზე მძიმე დეპრესიაში. არა, დეპრესია, აღოდ პასიურ დეპრესიაში კი არა, აი აქტიურ დეპრესია. აი, ციფრუტი ვიტრიალებ და ღრიალებ და რაღაც საკეთებ. მოვედი ნანიკოსთან, დესაუ დავდგი. სტენკა მიდგა იქვე. დავიწყე ცხოვრება ნანიკოსთან და გადმოცხოვრდა ჩემთან და აი ერთი თვე გავიდა იცით როგორ? სად წავიდა არ ვიცით. ხო და იდეა ასეთი იყო, ასე მივედი იდეით რომ მეთქი უნდა გავაკეთოთ მე და შენ, იმიტომ რომ ნანიკოს გარეშე ჩემი ცხოვრება ნუ ეს წარმოუდგენელია, რომ აწი. ხო და გავაკეთოთ თქო ესეთი YouTube გადაცემა თქო. კარგიო, დავფიქრდით. მე ისე ძერ სერიოზულად დაფიქრდა. მე უკვე ძალიან სერიოზულად დავფიქრდით. მე მარიამი, ჩემი მეგობარი რომელიც არა, მე მეთქი რუსკა.
ძალიან მაგარი ადგილია ქვემოთ, სადაც სანამ მარიამამდე მივალთ. სანამ მარიამამდე მივალთ, იმიტომ რომ ეს ადგილი რო ნახე, ეხლა ჩვენ სადაც ვივართ, თქვენ კიდევ ვერ ხედავთ, ჩვენ რამხელა საშუალება გვაქვს მართლა გეუბნებით. ეს არის ტუტას სახელოსნო, ტუტა ტატუნაშვილი, როგორ უნდა ვთქვა, ტუტა მამუკა. ანუ აუ ტუტა ამოანათეთ რა აქ. ტუტა ამოგვინათეთ. ხო. ყველა ამოანათეთ ეხლა ვისაც ვთქვა, ანუ ხო, ტუტა სახელოსნო, სადაც წესით უნდა ეხატა, მაგრამ ვინოხერი, ხო და ამ ადგილს დავადგი თვალი და აი რაღაცის გაკეთება აქ მინდოდა, მაგრამ მე არ შემწევს იმის ზალა, რომ რაღაც ახალი წამოვიწყო თან აქ. და უცებ მოვიდა რუსკა და მეთქი წამოადგილი განახო. ამოანათეთ. და ნახეთ ადგილი. და გამოვშტერდით. და გამოვშტერდით. მოკლედ მე დავიწყეთ ფილმი რაშვეშე ფიქრი რა ფორმატი როგორი ფორმატი გვჭირდება ვინ გვჭირდება ვინ არ გვჭირდება მოვიყვანეთ მარიამი ჩვენი მეგობარი რომელიც იდეების გენერატორია მოვიყვანეთ აი უზადო ენერგიის პატრონი მე გამახსენდა რომ პროექტი გვაქვს დასაწერი და არ ვიცით პროექტი როგორ უნდა დავწეროთ და ჩემი მეგობარი ნინი გოქსაძე მეუბნება რომ მე ეხა ვისწავლეო სადღაც ვიარეო და პროექტების წერა ვისწავლეო ხო მე გეხოცები ჩვენზე იმეცადინეთ ხო მოვიდა ნინი და იმ დღეს რომ მოვიდა პროექტისთვის კი არ მოვიდა რაღაც იდეებით მოვიდა ისიც და მე მივწერე მეთქი ნინი ხომ არ გინდა ჩვენთან ერთად იყო და ნინი მომწერა რომ ჩემი ჯური მჯობი შემოთავაზე ეხლაო. ოღონდ ნინი როგორი გოგოა იცით? აი პირველი შეხვედრა ხო გქონდა? პირდაპირ კომპიუტერით მოვიდა, რაღაცები მოისმინა, ტკაპ წერა და გასული არ იყო სახლიდან Excel file, Word-ი, აი ყველა ფაილში გამზადებული, ყველაფერი ჩაგვიგდო. აი ესე. მე ყოველდღიურ გეგმას გვიგდებს. მე მივხვდით რომ პროდაქშენი გჭირდება, რომელიც არ გაგვაჩნია. და გამახსენდა ჰამაკი ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ერთი წლის წინ ვაპირებდი გადაცემის გაკეთებას და რომელმაც ფეხებზე დამიკიდეს. მართლა? დაიკიდეთ? ხესოს. დაიკიდეთ? მაგრამ მაინც ყველა გზა მაინც მომიყვანა ჰამაკთან ისევ და ჩემი მირიანი და ჩემი ანდრო. ხო და ისა რა ქვია? მოკლედ მირიანი და ანდროც ამოვიდეთ ასე კლაჩებივით, იქით ტუტა თავისი საოცარი სტუდიით, აქეთ ეს საოცარი ბიჭები, აქეთ ჩემი ლამაზი გოგოები, ჩემი დაც შემოვაგდეთ, მე საბუკაც მოვიდა და ლიკუნა, მე სიმღერა დაგვიწერეს, მე ლუკა მოვიდა, ბასი ჩაწერა და სახელი ვინ მოიფიქრა საერთოდ? მე მახსოვს უკვე და რუსიკო და ნანიკოც და გამოვიდა რუსიკო და ნანიკო. ხო, რაღაცას ფიქრობდით მაღალი იდეებზე. ფიქრობდით რაღაცა. აღარ მახსოვს უფილტრო. ანუ ცოტა მივდიოდით რომ აი რაც ვიცით იქ ანუ ტელეგადაცემებამდე. ხო. და ეს არის ჩვენი YouTube channel, რომელსაც ქვია რავარია და ეს არის პირველი გადაცემა რუსიკო და ნანიკო, პირველი ეპიზოდი და მოკლედ ვიწყებთ ერთად. და იმედი გვაქვს რომ ძალიან ბევრ ფულს ვიშოვით. პირდაპირ იმედი კი არა მაქვს, ამას იმედი აქვს და მე დარწმუნებული ვარ მეგობრებო. უყურეთ. აი ესე დაუსრულებლად შეგვიძლია. ესენიც უნდა იყიდოთ აუცილებლად, მაგრამ ეს არის პიპინია? პიპინია არის. პიპინიები ამისია business woman. მოკლედ მეგობრებო, სანამ დავიწყებთ ახლა საუბარს, მიდი დაითქვი. სანამ დაიწყებთ, ხამბოლ დროს სანამ აქ შემოვაბიჯებდი, სულ უყურებ რაღაც YouTube გადაცემებს, ოღონდ არა ქართულს. და ძალიან მიყვარს ყველა იწყებს ესე ძირითადად, არ ვიცი ქართველები ესე რატო არის. აი მინდოდა რომ გეთქვა, კი. ხო. ანუ რაღაცნაირი ყველას დადგმული მოსალმება აქვს ძირითადად და ყოველთვის იძახიან. გვიყურეთ ბოლომდე. აუცილებლად და ყურებისას დაგვალაიქეთ და გამოგვიწერეთ. ისე მომწონს, მაგრამ მე არ გამომივიო. ხო და ნახე, არა, მე ყველაზე მეტად რა, ვაიმე დედა, მე მგონი ფეხი მოვიტეხე ამ წამს. ისეთით კაცუნი მე რა მომწონს, იცი, აი, ჩვენ აი მოწოდება ხო არის რა, აუცილებლად გვიყურეთ. ბოლომდე გვიყურეთ. თქვენ ეს აუცილებლად უნდა ნახოთ. არა, ხო და არ არის აუცილებელი რა. გახსოვს, არაფერს არ გაძალებს. ეს იდეა იყო. ხო, ეს იდეა ქონდა რომ დავაწეროთ ვიდეოსო, რომ ხო აწერენ ხოლმე რომ ბოლომდე უყურეთ რა. აუცილებლად გვიყურეთ. არ უყუროთ, უნდა დააწეროთ. ანუ ნახე, აი, არ გაძალებთ არაფერს. აი, ყოველთვის ტელევიზორიდან არის მოწოდებები, ამ ვიდეოს კი არა, ამ გადაცემას აუცილებლად უყურეთ. აი, რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ, აუცილებლად დაგიბიძეთ. YouTube-ზე იგივე ხდება, დედას გებცევთ. ხო და არა, ჩვენთან არა, ნახე, არ გაძალებთ საერთოდ არაფერს. არ გაძალებთ, უბრალოდ თქვენ მოგაკლდებათ, თქვენ დაგაკლდებათ ძალიან სერიოზული რაღაცეები რა. ხო ხდებით, ამიტომ ეხლა თუ არ გინდათ არ დაალაიქოთ, თუ
თუ არ გინდათ არ გამოგვიწეროთ და თუ არ გინდათ არ დაგვასაბსკრაიბებოთ ძილ აზრკილ ბადარალაშ ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით გაგზენა ხო და რას ვაპირებთ აქ აქ ყველაფერს ვაპირებთ ოღონდ მართლა ყველაფერს ხო არა ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ გაგიზიარებთ აბსოლუტურად იმიტომ რომ ესე არ შეიძლება და ესე არ მოსულა და სწორად გამიკეთე ხო ხდებით მაგრამ მე მაინც ერთი რამე გავაზიარე გააზიარე ისეთი ტუალეტი აქვს ტუტას აჩემება მაქვს ნუ აი ამ სივრცეში რომ შემოვედი პირველი აი საპირფარეშო რომ დავინახე მართლა გული გამიჩერდა აი სულ მინდა რომ იქ რაღაცა გავაკეთო და რეკლამა მოიტანეთ კაი ნუ რაღაცა არ ნიშნავს მოგვიტანეთ ტუალეტის ქაღალდები რეკლამას გავაკეთებთ დედას გებისები მაგარს სამი ფენა არომატი ნინუცა შემოდი რუბრიკა გვაქვს ხო ჩვენ მოდი ნინიო ხმელი თვერკი რას ნიშნავს ნინიო ხმელი თვერკი იმიტომ რომ გამختარი ხარ აი რეგი მეტი სადღა დედა просто 200 მიკროფონით არის ტრამპს არ უკეთია ამხნენი მიკროფონი იქ რო გამოდის ძალიან ხმა იქნება ის აი უგარგორი ორიგინალური ხარ ნინი ოჩახ ნინი გაგაფორმეს იცი რა ხო ხელფასზე ხარ არა ისე ვარ ისე ნიჰილიზმი არაფერ შუაში არ არის ნეპოტიზმით ვართ მე და ჩემი და დაკავებული ესე იგი აი და გია ალანიას გასაპასუხი ახლა რომელმაც მიწერა რომელმაც ჩათვალო სერიოზულად თქვი ეგ სიტყვა არა განათლებული ვარ ხო ზოგადად ისე მართლა განათლებულია განათლებული კი არა ანუ ჩვენი making of არის ძალიან სასაცილო და ყველაზე. ძალიან იმორით სავსე და ვისაც არ გესმით მოგესმით არ არის პრობლემა ნინუცას ფუნქცია ადგილზე ნინუცამ თვითონ მოყვე ნინუცა რა არის შენი ფუნქცია ჩვენთან ზოგადად საერთოდ რანაირად მოხდა ეს ყველაფერი ეგ ფიქრობ რომ არ უნდა ვთქვათ კი აბა გადაღების პროცესი თიზერის გადაღების პროცესი რომ მიყვარს იგეგმებოდა და რომ დაიგეგმა რუსკამ რა თქმა უნდა ბოლო წამს გამართულა რომ ხოლმე გადაღებაზე მჭირდები და ანუ ეს ბოლო წამს ანუ ეგრევე არა რუსკა არა კროელა არა უბრალოდ აი ესე ისიც ის ხოლმე რა ბოლო წამს გახსნა ხოლმე დილესო შვიცაძე რაღაცა ის აი არა მოკლედ და მეთქი რა თქმა უნდა ხა დაგეხმარები იმიტომ რომ გადაღებაზე ისედაც ვიცი რაც იქნება როგორც იქნება ძალიან სასაცილო ძალიან ღადობა რა თქმა უნდა ვიცოდი ესეთ ხარისხს მართლა არ ველოდი და არა იმიტომ რომ ეხლა გძივარ მართლა არ ველოდი ხოლმე აბსოლუტურად კიდე ხარ ვიქორკი ძალიან სუდგეშია მეგობრებო თან მიდრეკილი ვარო აუყო რუსკას და ახის კეთება თუ დამაძინეთ ამის კეთებას ბარემ შემოდი ტრანკვილიზატორს არ ჩა ეგრევე დამაძინე მე მოყევი ხო და რაღაცა მოვედი უნდა ყოფილიყავი გზაზე მოვდიოდი ხო და რაღაც არ ვიცი ჯერ ხალათა ჩამაცვეს და ჩუხტები და ესე უნდა იყო და დამაკრა რაღაცა ეს პაჩები რომელიც ცხოვრებაში არ მკვრია მოდიში გოგოებო არა და რა მოწესრიგებული ხარ ისე არა კაიკანი გაქვს შენ მე აღმოჩნდა რომ უნდა დავაწვინო 17 მეტრიანი პითონი რომელთანაც მე სხვათა შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობა დავამყარე და ძალიან საყვარელი იყო მაწილდა კი ალბინოსი მაწილდა და ამასობაში ეს გადაღების პროცესი 10 საათი რო გაგრძელდა და უკვე ყველა 9 მოდი შევთანხმდეთ ეს გადავობით რაღაცნაირად სამსახურიც იშოვე ერთი წამი რატო არ ვარ იმას რომ გადაღება შენ მორჩენილი იყავი ბევრად ადრე და ეს ყველაფერი გიქარი მეორე დღეს გადაღების ანუ ხალხო ისე შახებები ბალერინები ვინც იყვნენ მოსულები ყველა დავამთავრეთ გადაღება და რატომღაც ანუ მე ჩემი როლი შევასრულე პითონი მეწვა აბაზანიდან გამოვედი და მორჩა ჩემი როლი იქ უნდა წავსულიყავი სახლში და ამ დროს ერთმა არ უთხრა მეორემ არ უთხრა მესამ და ვერავინ ვეღარ ეუბნება რომ ნინუცა ტყვილა უკვე 4 საათი ტყვილა დაბოდიალობს ხალათში ყინავს ოღონდ ბოლო წამამდე იყო ჩვენთან ერთად ხო იმიტომ რომ არავინ არ მითხრა რომ პრინციპში მადლობა ნახვამდის თუ რაღაცა და ხო და მანდ მოგიფიქრე ეს making of-ობა რომ სხვა გზა აღარ იყო რომ არ გაბრაზებული ხო და ეს შემთხვევით დავიჭირე აი ეს რაღაცა ეს ორი ცალი აქ რო არის ეს მესამეც ყველა მე მაქვს როგორ ტექნოლოგია შედენა ტექნოლოგია მარტო ტექნოლოგია კი არა ხალხო დალ რაც მოვიდა სიფი უჭირავს ხელში აბზრიალებს ხეხავს რეცხვას ყავას აკეთებს დედას ვიცა რა ენერგია გაქვს ყველა და არ გეზარება არა სამი თვეა სახში ვზივარ და მეზარება დამღალეთ არ არის პრობლემა
რამე ხო არ გესიამოვნებოდ ყავა. ყავა. გინდა წყლის, ვიცი, ხო, ნახევარი ცხელი, ნახევარი ცივი. ხა და მოკლედ ესე მოხვედი ჩვენთან და ხო, აი შემთხვევით. არა, მე დავიწყეთ რაღაცა კრეტინობა, გადაობები ამ გადაღების პონჩი და თქვენ გაგეცინათ, მოგეწონათ, შემომთავაზეთ. ბოლომდე მჯეროდა რომ გადაობა იყო და გუშინ წინ გამაერთიანეს ჩატში და მეთქი, ოკეი. გადაობა იყო. არა, მართლა არ მივხვდი. რატო გეგონა რომ გადაობა იყო? უბრალოდ ხელფასი არ გექნება. რა თქმა უნდა, აი და ამ ჩემს მართლა კენა ხუმრო. მადლობა. მოკლედ კაია რომ ჩვენთან. რო არ ეგონა, გული ამიჩვეყდა ხო. ეს არის D6. არა, არის ექსპლუატაცია, იმას ისედაც კარგად მარი შემო. და უცხო და კაი გამარჯობა შენ ჩემო მარიამ სუჯაშვილო. დაჯექი. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. YouTube-ზე აი ნახე როგორ პროფესიონალი. შენთვისაც ახალია ხო ეს როგორც ჩემთვის? ანუ მარტო რუსკა არის ხო აქ წყალში თევზივით კი არა და ახალია? თევზი წყალში. რანაირად არის შენთვის ახალი YouTube? არა, ჩემთვის ახალი არ არის ხო, მე ნუ ძალიან მაგრამ მიყვარს YouTube-ი. ხო. ყურებითაც და მქონდა რაღაც პატარა ელემენტარული გამოცდილება პროდიუსინგის ამბავში ისეთი მაგარია ეს პროსტა კერდა გაგიჟდები. გეჭიროს. ერთი მიკროფონის ჭერა არის მე ისე. მხოლოდ კადრს მიღმა. კადრში უბრალოდ მოცოცდა. რა ხდება? არ ვიცი. ვაფ. მიყვარს ესეთი გადაცემა. დაუარცხნელი გადაცემა. ჭიჭკი რო ქვია ამას რატომ? ხო, მარი მიდი გისმენ. ხო, რა მკითხეთ რამე. ესე თავისი რაშვები როგორ აი აქამდე რომ მოვედით. ხო. მართლა აი არარეალური შრომა გაწიე და თან აკეთებდი ძალიან სწრაფად ყველაფერს და რაც გააკეთა ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გააკეთა. ვაი, მე რა კარგი. და ისე გააკეთა რომ არ შეწუხდით ყველა გარშემო. ძალიან მიხარია თუ ეგეთი კომფორტი შეგიქმნით, იმიტომ რომ ნუ ჯერ ერთი რო შემომთავაზეთ ეს ამბავი თავიდანვე აბსოლუტურად გულწრფელად ძალიან მჯეროდა ამ ყველაფრის რომ შედგებოდა უმაღლეს დონეზე, დარწმუნებული ვიყავი და აი ესე სწრაფად ელოდი რომ ყველაფერი აი ესეთი გენიალური გუნდი დედას გეფიქრებდი. გუნდის დამსახურებით ჩემი აზრით. საოცარი მეგობრები ვინც დაგვეყაი ყველა თავარი არის კომფორტი და აი გარემო რომელიც გიქმნის მე ამ სურვილს რომ ეს ყველაფერი აკეთო უმაღლეს დონეზე და Flowers G Events დიდი მადლობა. ნამდვილად აი ამ ყველაფრისთვის. და მალე იქნება ჩვენი ულამაზესი ყვავილები აქ დაამშვენებს, როცა ნანა ჩამოვა, იმიტომ რომ ტუტას ნერვი არ ეყო, რომ წასულიყო და ყვავილები მოეტანა. და მე ხო, Flowers ბევრი რამე G-საც შეემატება კიდე, ძალიან გალამაზდება, ისედაც ულამაზესი აქაურება, ესეთი სტუდია მე არ ვიცი, ხო? მართლა არავის არ აქვს ეგეთი სტუდია. YouTube-ზე ვინ შემოსულა, აი ესეთი გაქანებით უბრალოდ მითხარით. მაგრამ ვის აქვს ეგეთი სახელოსნო ასეთი გაქანებით, ანუ ტუტა რა საყვარელია რომ სახატავად მოიწყოს სივრცე, სადაც ყველა ინსტრუმენტი აქვს. ხო, ყველა ინსტრუმენტი დევს დედას გეფიცებით. აი სოლო გიტარა, ბას გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტი, მაგას გამოვიყენებთ, რომ იცოდეთ. და ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია, ანუ გვაქვს 4 დიდი კედელი აქვე, სადაც ექსპოზიცია ნებისმიერი მხატვრის გამოფენა. გვაქვს სივრცეები და ნუ ტუალეტი, ჩემი ტუალეტის ქაღალდისთვის. დავღერე რამე. მიდი შენ ილაპარაკე, მე აქ უბრალოდ არა, ვიბოდიანებ კი, მე მინდა რომ ვიცებ აი ხო, რა რა გეგმები გაქვს ჩვენთან დაკავშირებით? თქვენთან დაკავშირებით გადასარევი გეგმები მაქვს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა და დამავიწყდა, არავის არ გახსოვთ ხო? რა სამწუხარო. რაღაცა მე მნიშვნელოვანი უნდა გვი. ველოდებით აი რა აი იცი რა მითხარი შენი აზრით მე ძალიან ნერვიულობ აი ყველაფერი მგონია რომ ყველაფერი ცუდისკენ მიდის მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ესე კარგად მიდის არა ეს დრამა ქვენია და ეს არის იმის ბრალი რომ აი ესეთი ამდენი ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანები შევიკრიბეთ და აი ეს ყველაფერი ხო და მე მართლა გულწრფელად მჯერა რომ აი რაღაცა კოსმოსში უშვებ ენერგიას სწორს აი განწყობას ის ბრუნდება აუცილებლად სწორად და მე მგონია რომ ეს ამდენი ხალხი სწორად მიმართული ენერგია კოსმოსში აი მაგას ყვებოდი რომ დამცინოდა მიმართოთ ყველამ ერთად ენერგია კოსმოსში მიმართულია და სწორად დაგვიბრუნდება და მგონია რომ ყველაფერი იქნება საუკეთესოდ და შემდეგი მართლა კარგ პორტალში ვართ რუსკა დამიდასტურე და ვისაც გინდათ რომ ჩვენაირად იყოთ შემოგვიერთდით თუ გინდათ რომ კარგ პორტალზე მოხვდეთ უნდა უყუროთ რუსიკოს და ნანიკოს რუსიკო და ნანიკო რუსიკო აუცილებლად ამის სრული ვერსია Spotify-ზე ხო დაიდება? და დაიდება აუცილებლად მაგაზე უკვე ვზრუნავთ. და მე DJ-ების დაკაწრავენ. კი. აუ დაკაწრავენ, მაგრამ რას დაკაწრავენ სიმონ? მადლობა ნახვამდის. ნინი. მადლობა. აი ეს ნინი არის. სამ წამში რო აცხობს პროექტს და ყოფილი ბალერინა, ჩემი დაქალი და სამი შვილის დედა. სამი შვილის დედა, აქედან ერთ-ერთის ნათლია ვარ, ენათ ვარ, ნათლიკო.
რა სხვათა შორის ერთ-ერთი კაცი არ ვიცი ამბობდა ტელევიზორში მოусმენ დიდ ბრიტანეთში ნებადართული და წახალისებულია ნეპოტიზმი იმიტომ რომ მათი მენტალიტეტით ახლობელს თუ არ ენდე აბა სხვასთვის უნდა ენდო და როცა სამსახურში მოყავს შენი ახლობელი ესე იგი ძალიან ენდობი. ამიტომ ჩვენ მენტალიტეტი თუ არ შეგვიცვლის და იყოს. ნახე, მაგრამ ამ შემთხვევაში რა იყო, იცი, აი, დამთხოვა. მენტალიტეტი კი არა და ნინისთან ვიყავით, რომ ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე, ჩვენ ბავშვობიდან მეგობრობთ ძალიან და ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე მაიკოსთან სახლში ახალ წელს თუ ძველი რაღაც ამ პერიოდში და ჩამოვარდა ლაპარაკი რომ სულ მთელი ცხოვრება რაღაცას სწავლობს მართლა ანუ სულ რაღაცას სწავლობს ხან რაღაცის კურსზე ხან იმის კურსზე ხან ის არის ხან ოღონდ ყველაფერი ძალიან კარგად იცის მართლა აი სულ რაღაც და ეხა გამოაცხადა იმის რომ მე და ჩვენო ვისწავლეთო მე და ნინა გოგუამო ის პროექტის წერას სწავლობ თუ რაღაცა და მე ჩემზე რომ იმეცადინო არ გინდა იმიტომ რომ ვეძებდი თან იმ წუთას დაამთავრა ანუ რეალურად ეხა შევთან ხვდეთ რომ მე ბევრი არაფერი არ გამიკეთებია გაჩუმდი ეხლა არა მე მინდა ვთქვა რომ მე რასაც ვაკეთებ და რაც გავაკეთე, აი ამათ ვარცხნი. ამათი აი ეს იდეები, არაჩვეულებრივი იდეები, უბრალოდ მოვაქციე ერთ რაღაცა იმის ქვეშ და დავარცხნე. მე ვარ თქვენი სავარცხელი. ოღო ძართული. ჭკვიანი სავარცხელი ოღოთ ელექტრო. ძალიან ჭკვიანი ელექტრო. არა მართლა ძალიან სისწრაფ, აი ასე ჩქარა. აი ცოტა კალკულატორი. მოდის ეგრევე ლეპტოპი ჩდება და ანუ აქ ჩდება ყოველდღე სხვადასხვა ძალიან ბევრი ძალიან მაგარი იდეები და ამას ერთად თუ არ მოუყარე თავი და თუ არ ჩავწერე, მე გვეფანტება. ჩემი საქმე რეალურად არის ეს. რომ აი ამ გაწეწილ სიტუაციას ვარცხნი. ოღონდ იდეალურად, უმტკივნეულად ვარცხნის. და მე მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ. მე ძალიან მიხარია, დიდი მადლობა და მიყვარს რომ ეხლა რომ მივწერე მესიჯი, მე მწერს რომ ეხლა ჩემი dream job-ი შემომთავაზეო. ისე როგორ გამიხარდა? აი ძალიან ბევრ პროექტზე მიმუშავია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აი ესეთი დიდი სიამოვნება და ესეთი დიდი იმედები ჯერჯერობით არ მქონია. ხო და აი მე ნახეთ, მე დარწმუნებული ვარ, დედას ფიცა ვარ, აი დარწმუნებული ვარ, აი არც ერთი უჯრედი არ არის ჩემში, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ რაღაცა არასწორს ვაკეთებთ, ხო იცი? არა, ჩვენ ყველა ეგრე ვართ, კი, ყველა დარწმუნებული ვართ. ყველა აი ხო და ეს მე არის ძალიან დიდი ძალა. ყველა ერთნაირად რო ვართ, არა? ნამდვილად ეგრე. ძალა. ლამაზი ბიჭია. ანუ რასაკეთე? გადე ტელეფონი ახლა ეთერში. ის ყველას თავისი პრობლემა აქვს, ნებისმიერ წუთს. მირიან გაგოშიძე. თან მუშაობს. მირიან გაგოშიძე არის ჩვენ თან ჩემი მეგობარი და თან ჰამაკის წევრია. თან თავისი პოპულარობა უკვე მოპოვებული აქვს YouTube-ზე, მაგრამ თან ჩვენ თან მოვიდა თავისი ჰამაკის პროდაქშენით. რა თქმა უნდა და თან აი დაკიდა ეს არაჩვეულებრივი რაღაცა. 60 გრადუსზე რო უყურებს და მთელი დღე დადის და ამას აკონტროლებს. თან მომწონს და მაგით მეც მომწონს და ეს იქნება ჩვენ გადაცემა. სილამაზეა შეხედე. აბა, ნახე რა ლამაზ. ვის? აბა ვის გაქვს ეგეთი კამერა? მირიანს. არა ადეკვატ, ჩემზე არა ადეკვატური ვინმე თუ არსებობს აგერ არის. ხო და მირფა რა გინდა აქ რასაკეთებ? ტექნოლოგია. Tecnologia! ё რუსიკო და ნანიკოს ტექნოლოგია. ტექნოლოგია, ლამაზი ტექნოლოგია ყავს. ხო, რას ვაკეთებ და ზოგადად ცხოვრებაში თუ იხარ? ცხოვრებაში დღესაღამოს რასაკეთებ? ესე ვაკეთებ YouTube-ს სხვათა შორის, გაგიკვირდებათ და კი, ჩემ მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი. ეხლაც ვაკეთებ. ჩემ მეგობრებიც არიან ეგენი. ჩვენი საერთო დღეს მეც მეგობრები. გიყურე რუსკამ ჩააგდე ჯგუფში. შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხით, გამოიწერეთ. ამათი არხით, დაგვალაიქოთ, კომენტარები დაგვიწეროთ, ვინ გინდათ რომ იხილოთ სტუმრად, იმიტომ რომ ყოველი გადაცემა ესეთი არ იქნება, იქნება შემდეგ გადაცემებში სტუმრები. შენ გახსოვს მე რა მითხარი, ტიზერს რო ვიღებდი. მე ყველაფერი მახსოვს ნანიკო. ახლა. რამდენი წლის ვარ გახსოვს? ოპა. გახსოვს? კი. ამიტომაც მახსოვს ყველაფერი, რომ ეგ მახსოვს რამდენი წლისაც ხარ. აი ეს როგორ გავიგო? ერთი წამი დაიწყო, რა იყო? ტიზერის დღეს მითხარი რომ მაგიდასთან უნდა დაგვესვა რამდენიმე ადამიანი. და არ ვიმკრეხელოთ თქვა. ხო და ჩემი იდეა იყო რომ რატომღაც მომინდა რომ მოდი გავაკეთოთ საიდუმლოს ერობასავით და ამან მითხრა არა ეგო მკრეხელობაა. მე არ მიყვარს ხალხო მართლა. ეს მართლა ეგრე მითხრა. ხერხული და გადავა.
მე ვთხარი მკრახელობისთვის არ ვაკეთებთ, უბრალოდ თქო მარკეტინგულად დიდებილობა. მაგრამ საბოლოოდ არ გავაკეთე. საბოლოოდ არ გავაკეთეთ, გაიმარჯვა მირიანმა. საბოლოოდ ჩანს. რატომ მოხვედი? მივხვდი რომ სხვაგან წავხვედი, ცოტა დავბრუნდი. საბოლოოდ ვიყავი ფოტოგრაფი თიზერში და არ ჩანვარ. აუ, კაი, ძალიან დიდი შევაკა. საერთოდ არ ჩანვარ ხალხი. მართლა არ აუ, მირო, ჩანვარ? ისე რომ იმოძრაო რა, ეხლა რა ჩაიკუძე და აქტიურად რომ იხტუნაო რა და გადაუღო რა და ანუ ერთი წამითაც არ ჩანვარ თიზერში. და რეებს ვაკეთებ ეს მიდი. ოღონდ რა პრანჭია, იცი ვინც არის ცნობ? ტექნოლოგია. ტექნოლოგია რათა რაღაცა გასო აქვს რეალურად ძალიან რაღაცნაირად. დიდი საქმე აი, გაჩვენე. მოვყვეთ თიზერზე. მოყევი. რომ გადავიღეთ 600 ლარად. და ეს 600 ლარიც იყო ის რაღაცეები, რაც ვიქირავდი და უბრალოდ გშიოდა მართლა დედას ვისავალ გშიოდა და დედას აი, რა გეპიცები. გავაკეთეთ? ნებისმიერი ფულიანი კომპანია, აი ასეთ თიზერში ალბათ გადაიხდი და მინიმუმ 10,000 ავიღებდი მე და მაგალითად ამაზე როგორც უარესი კომპანია. გამოუვიდოდა. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩემი რინა 100-ით გახანგან. მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომოკოდი რუსიკო და ნანიკო და გადაგიღებთ თიზერს 10,000 ლარით მაგივრად 5,000 ლარად. 100,000 გამოწევი ეხლა ყოლება აი თმას გადავიპარსაო არ მითხრა ეხლა ნანიკო. ვაიმე ვერა ამ სიგრძეთ მას როგორ მოვიჭრი რა აი რა სამბო. შეიძლება მართლა რო 100,000-ზე მე პირადად რა სიზამდი? უსკა გადაიპარსავს თავს არა გადაყვება 10,000-ზე 10-დან და კი ბატონო 10,000-დან და მარტივით ან 10,000 გამომწერზე რუსკა გაათამაშებს თავისი ახალ რუსანა დაიერ თუ რა ქვია? რუსანა ხო დაიერ. მოკლედ რაც ქვია რა, პიპინებს მთლიან კომპლექსს 10,000 subscriber-ის პერიოდში, რაც იქნება, მაისური იქნება, წინდები იქნება თუ საცურაო კოსტუმი თუ რაც იქნება. შარვალი თუ ჩანთა? Random აგირჩევთ ვიღაცას და გადმოჩნდეთ თვითონ რუსკა. ქალამაზია და თან ჭკვიანი. აქ მოგიყვანთ თან სტუდიაში და ისე გადმოგცემთ. კი. ხოჭა. 10,000 ანდრო, მოდი. come on baby. Like my fire. აი ანდრო მე მინდა რომ სანამ დავიწყებთ იქ პატარა ვიდეო სამოვანათებ მონტაჟის დროს, სადაც ჩანს მირიანი მათში, სადაც სამოუნათე ხო რა, არ გევასება? რატო მოტეხე? ზურგით დგას. იეჭვიანა. თვითონ მითხრა რომ არ გამომაჩინო და კაცრავთ ვერ გწნობთ მიმზანდები. რომელი ხარ? რაღაცა ანდრო. ხო, მაგრამ მე იცი რა მაინტერესებს. შენ რაღაცნაირი შენი რთული ხასიათი გაქვს. სულ ცუდ ხასიათზე იყავი, სულ მოწყენილი იყავი, ეს კეპკაც სულ მოწყენილად გეხურა. ეხლა თითქოს ეს კეპკაც სხვანაირად გაფარია. გამოხედავს რაც სხვანაირია და თითქოს რაღაც თავიდან დაიბადე. ხალხი ხა ცდილობს რომ მათქმევინოს რომ აი რუსკა რო გავიცანი ამის გამო გამოცოც. არა, მე როგორც მაყურებელი გეტყვი. მე ვარ ორი მთის შვილი ვარ და მაგის ბრალი არის. ხასიათი აქვს ეს. აი, მაშინ რატო დაინტერესდი ამ ყველაფერს? თქვენი გუნდის წევრი რო ხარ, ალბათ ხვდები უკვე, ხო? და სხვა გზა რო აღარ დაგჭა არაფერში. გაიგე? არა გინებია. სხვა გზა ყოველთვის. ხამაკიდან როდის მოდიხარ? სხვა გზა ყოველთვის. სხვა გზა ყოველთვის არის რო იცოდე. არა, ამ ჩაკეტილი აქვს გზები. არა მგონია. მესიჯს გამოგიგზავნი ღამე. ანდრო. მინდა გითხრა რომ მოგწერ. ხალხო, ანდრო რომ მოვიდა, გამარჯობა თქვა და ერთი სიტყვა მას შემდეგ არ გაგვიგია. დღეს გუშინ მე ვიძახი რომ შენ გაიხსენი რაღაცნაირად. ჩვენთან მოდიოდი. მოეშვი. ოფერში ესეთნელი ხარ? არა. ბოლოათი ჩქარა. და აუ, აშუაში. აი, მაგიტომ აი რომ ის გავიცინებ. ამონაკვეთს ამოუჭრი აუცილებლად. არაფერს არ ამოჭრია. რას ამოჭრი? წეწი. ეს ვართ ჩვენ, ეს არის ჩვენი გუნდი. არტგულ ღია, ხელებ ღია. რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყოველ კვირას რაღაცნაირად გაგიხალისებთ ამ რაღაცნაირად მოწყენილ ცხოვრებას. თქვათ ვინ იქნება სტუმარი? არა, არ ვთქვათ. არ ვთქვათ, იმიტომ რომ ის ხო იცი როგორც აი რაღაც პატარა ინტრიგები შევაყრაჯუნოთ. კაი, მსუყე სტუმარი გვეყოლება რა, მსუყე სტუმარი. თქვენი ამოცანა არის ის რომ დაგვასწავლოთ. დავალაიქოთ. აუ რა მაგარი. მოკლედ მეგობრებო, კიდე გვაკლია ჩვენი ერთი საბა. ეს ვართ ჩვენ, ეს არის ჩვენი
ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდი, ჩვენი პირველი შემოქმედებითი ჯგუფი, ეპიზოდი პირველი დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გიყურეთ. ლაიქები გვინდა, გამოგიდეთ, დაგვასაბსკრაიბეთ. გეუნები.